საქართველოს პრაქტიკულად იმავე ტრენდში ზის, რაშიც დღეს უკვე ამერიკა. საქართველოს არ თუ დააგვიანა, არამედ გაუსწრო კიდეც ამერიკას ზუსტად ერთი თვით, რადგანაც საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა, მოდი ასე ვთქვა, დაამარცხა ლიბერალიზმი, ზუსტად ისევე როგორც 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა და ამერიკელმა ხალხმა დაამარცხა ლიბერალიზმი, უკვე იმედი მაქვს გლობალურ ვისი გამარჯვებით დაამარცხა ნიკა ქართული ოცნების ძალების გამარჯვებით კონსერვატიული ძალების გამარჯვებით მათ შორის ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის ანუ ძირითადად უმეტესწილად დღეს საქართველოს პარლამენტი არის კონსერვატიული, ხოლო ლიბერალური პოლიტიკური პარტიები არათუ დამარცხდნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, არამედ საერთოდ გაქრნენ კიდეც, აი მართლა რასაც ქვია გაქრნენ რადარებიდან, მართლაც გაქრნენ და დაიშალნენ. რაც მე მიმაჩნია, ასე ვთქვათ, ზუსტად იმათ, რომ ჩვენ ვზივართ სწორედ იმ ტრენდში, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, რომ ეს არ არის რაღაც იზოლირებულად განხილვადი. ანუ 2012 წლიდან ამ ტრენდში ვართ. ეხლა კი გაიმარჯვეს, მაგრამ გამარჯვება ხო 2000, ანუ გლობალურ ტენდენციას 4 წლით გაასწრო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, თვითონ ოცნების შიგნითაც იყო ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, ლიბერალური ლობი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. თქვენ აი ნიკა თამარ ჩუგოშვილს მაგალითად გამახსენდა ეხლა უცებ თამარ ჩუგოშვილს რომ ეთქვით რომ თქვენ კონსერვატიული პარტია ხართ და ჩვენ კონსერვატორებმა გავიმარჯვეთ საქართველოში აი რა პასუხს მიიღებთ? ამიტომაც ვთქვი დიანა რომ დიდწილად მე არ მithქვამს რომ აბსოლუტური უმრავლესობა დიდწილად დღეს საქართველოს პარლამენტი დაკომპლექტებულია კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანებით. გასაგები, ანუ 2012 წლის ოქტომბერში, ანუ ეს ტენდენცია აი პუტინის 4 გამარჯვებად მიიჩნევა არჩევნები და რეფერენდუმები, ჰოლანდია, ბრექსიტი, არჩევნები საპარლამენტო რუსეთში და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები. თქვენ მეხუთე ხუთეულს დაუმატებდით თუ ასე შორს არ წახვიდეთ? მე არც იმ 4-ში არ გეთანხმებით. არა, მე ჩემი აზრი არ არის, რომელიღაც საერთაშორისო გამოცემას ციტირებ. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები და არა ვარ მომხრე ნამდვილად, რომ პუტინი წარმოვაჩინოთ ახლა რაღაც ასე ვთქვათ გლობალური მასშტაბის ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი და ყოვლის შემძლე ფიგურად, რომელსაც შეუძლია მოაწყოს პლანეტის სხვადასხვა ადგილებში ერთგან ბრექსიტი, მეორეგან საპარლამენტო არჩევნები, ასე ვთქვათ თავის სასარგებლოდ და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყვანოს პრეზიდენტი. მე ამისგან შორს ვარ. ისე რომ პუტინის ხაზს ნამდვილად ვერ ვხედავ ვერც ტრამპის გამარჯვებაში და ვერც მით უმეტეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. აბა ეს რა ხაზია? სოფიოში რაღაც ლიბერალური აი რაზე დგას ეს წესრიგი და რა ახალი ტენდენცია ეს? ჩვენ შეგვიძლია დიანა ასე ვთქვათ ძალიან გაბედულად ვილაპარაკოთ წარსულში ამ ყველაფერზე, რადგანაც 8 ნოემბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თავარი რაზეც იდგა ლიბერალური სისტემა, ის თავარი ძირითადი 3 ინსტიტუტი ტრამპმა თავისი არჩევნების დღეს, თავის ტრიუმფალური გამარჯვების დღეს უკვე დაამარცხა. ეს არის მედია, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს არის სოციოლოგია. სამივე ეს სისტემა ცალკე აღებული და მთლიანად ჯამში აღებული როგორც ლიბერალური ასე ვთქვათ საყრდენები, სამი ძირითადი ბოძი, დედაბოძი წაიქცა, რადგანაც ყველა, მათ შორის პირველ რიგში ამერიკელმა ხალხმა დაინახეს, რომ ეს სამივე ისევ როგორც ტრამპი ლაპარაკობდა ამას საარჩევნო კამპანიის დროს, იყო კორუმპირებული, მოტივირებული ფინანსურად, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული, ან ლოიალური მმართველი ელიტის მიერ, ან მოსყიდული მმართველი ელიტის მიერ. და ყალბი. აი ეს სამივე, ასე ვთქვათ, ეს დედაბოძი ჩამოინდა. რა ბოძი შეენაცვლება მათ? მე ვერ გეტყვით, რას შეძლებს თუ არა ტრამპი საბოლოოდ, ასე ვთქვათ, გამარჯვებას, რადგანაც მართლა როცა ამბობენ ხოლმე ლიბერალები, რომ ტრამპი ამ ვერ შეძლებს თავისი აზრების თქვენ ჩვენ ახლა ვხედავთ ლიბერალური სამყაროს, ასე ვთქვათ, კრუნჩხვებს. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ტრამპი ამას ვერ შეძლებს, ტრამპს წინ ძალიან ბევრი კი და მართლა ძალიან ბევრი ბარიერი იქნება, ლიბერალიზმი ესე მარტივად არ დანებდება. მათ ხელში არის ძალიან დიდი ფინანსები, მათ ხელში არის შესაძლებლობები, მათ ხელში არის სწორედ ის მედია, სოციოლოგია და არასამთავრობოები, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მაინც განახორციელებს დონალდ ტრამპი, როგორც ამერიკაში, ასევე გლობალურად. ნიკა, თქვენ ტრამპში ხედავთ არა პოპულისტ, ქალმოძულეს რას ნიშნავს ასე შემდეგ, არამედ კონსერვატორს ხედავთ, ეს არის თქვენთვის კონსერვატორის სახე. პოპულიზმი სწორედ ძალიან კარგად იყენებს ხოლმე ლიბერალური მედია და მათ შორის როგორც უვატყობ თქვენს ამ ტერმინს, პოპულიზმი რას ნიშნავს? იცით, პოპულიზმი ნიშნავს ილაპარაკო ის, რაც ხალხს მოწონს.
ეს არის სწორედ პოპულიზმი. ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუ შენ იმავდროულად გააკეთებ კიდეც იმას, რასაც ლაპარაკობ და იმედი მაქვს ტრამპი გააკეთებს. მაშინ პოპულიზმი სწორედ ბევრად უკეთესია, ვიდრე ლიბერალური განწყობა, რომ ხალხმა არ იცის რა უნდა და რაღაცა ერთმა მუჭა ადამიანებმა ინტელექტუალებმა იციან რა ჭირდება ხალხს და ჩვენ ეს გავაკეთოთ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ტრამპმა კი პოპულისტური განცხადებები აკეთო, რომ ხალხს მოწონებოდა, ანუ მან ზუსტად იცოდა რა მოეწონებოდა ხალხს, სექსიზმი, რასიზმი, ესე ვთქვათ, არაპოლიტკორექტულობა, ეს ხალხს მოწონს, მაგრამ ამას კი არ გააკეთებს ტრამპი. ეს არის სწორედ გარკვეული აზროვნება. ჩვენ მიჩვეულები ვართ ბოლო 25 წელს მასზე, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ტყუიან არჩევნებზე, მე იმარჯვებენ და ივიწყებენ იმას, რაც ილაპარაკებენ, იმის საწინააღმდეგოს ეკეთებენ. ამერიკაში ეს ასე არ იქნება გაწყობილი. არ შემოვალ თქვენთან, ასე ვთქვათ, პოლემიკაში, მინდა რომ საგარეო მე ვერ შემოვალ თქვენთან პოლემიკაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ ქალი ხართ. ასე ტრამპისეულად როგორც არც მე ვარ ტრამპი, არც თქვენ ხართ მეგანკელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცას გავითამაშეთ ახლა ჩვენ. კარგი, საგარეო პოლიტიკო ამის გამო თქვენ შეგიძლიათ იპოლემიკოთ ჩემთან, უბრალოდ დრო არ გვაქვს და მე შეკითხვა მაქვს ასეთი საგარეო პოლიტიკაზე მინდა კითხოთ, ის ყველაზე თავისუფალი იქნება ამ ხრივო ეს ამერიკული სისტემის ეს ვთქვათ შესაძლებლობას აძლევს მას, რა შეიძლება გააკეთოს ტრამპმა რუსეთისთვის, ესეთი ჩამონათვალი აქვს Washington Post, უკრაინის გამო დაწესებული სანქციები გაუქმოს, რუსეთის საზღვრებთან ახლოს გაიყვანოს ნატოს ჯარები, ევროპის საჰაერო თავდაცვა შეასუსტოს, პუტინი კი გაზრდის გავლენას სირიაზე და უკრაინაზე და ასევე მოვიყვანა ერთი ესპანური გამოცემის ფრაგმენტი, რომ ეს დრამატული შედეგი ამ არჩევნებს ექნება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებიც ვერ მიიღებენ ნატოსგან უსაფრთხოების პრობლემის შემთხვევაში დახმარებას ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს საქართველოს საგარეო ამოცანებისთვის დამძიმდა სურათი თუ პირიქით გაიოლდა? მაგალითად, სასიამოვნოა ეგრეთ წოდებული ჟანგიანი ლურსმნის პოზაში ყოფნა თუ რაღაც სხვა შესაძლებლობები გაიხსნება საქართველოს საგარეო ასპარეზზე? ძალიან კარგი შეკითხვა. მოდი, ასე ვთქვათ, შევეშვათ მედიას და იმ ასე ვთქვათ, ყოფილ 8 ნოემბრამდე ავტორიტეტულ გამოცემებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, 8 ნოემბრის შემდეგ მათი ავტორიტეტი ძალიან შერყეულია. და მოდი პრაგმატულად ჩვენ ორმა ადამიანმა ვიფიქროთ. ჩვენი მოკლე ჭკუით, მოდი ასე ვთქვათ, Washington Post-ს გავანებოთ თავი. რა შეიძლება დაუზიარდეს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ტრამპმა და პუტინმა გამონახეს საერთო ენა? მოდი გადავხედოთ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ამერიკის დახმარება საქართველოს მიმართ რაში გამოიხატებოდა? გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი ჩვენ აქტიურ ხარს გვიჭერდნენ, გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენ საქართველოს ამერიკის გავლენის სფერო იყო ობამას ადმინისტრაციის პერიოდში. თბილისი ზუსტად ამ ადგილიდან, სადაც ახლა მე და თქვენ ვსხედავთ 40 კილომეტრში რუსეთის ტანკები დგანან. ამერიკის მხრიდან საქართველოში არის მაგალითად ყურადღება გამახვილებული იყო ობამას ადმინისტრაციის გამახვილებული გენდერულ საკითხებზე, ფინანსდებოდა 10% ფინანსდებოდა. კარგი, მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანია. 10% ფინანსდებოდა უსაფრთხოების პროექტები. 90% ფინანსდებოდა მონიტორინგი ოჯახური ძალადობის, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის და ასე შემდეგ. ამერიკის ობამას ადმინისტრაცია იმაზე ზრუნავდა, რომ საქართველოს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაგრამ მე არ მახსოვს მათგან რომ რაიმე ეზრუნოთ მაგალითად საქართველოს ვთქვათ მოდი ასე ვთქვათ, რუსეთის კლანჭები და საქართველოს გამოგლეჯვისთვის. ხო? ანუ მოდი ეს უსაფრთხოების სფეროში ხელი რიგი პროექტი, კარგი, არ მინდა შორს წასვლა. სამომავლო თუ ისინი საერთო ენას გამონახავენ და დამეგობრდებიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს საქართველოსთვის იქნება კარგი თუ ცუდი? ეს საქართველოსთვის დიდწილად არაფერს არ შეცვლის. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ეხლა არ არის ის ვითარება, როდესაც ამერიკა რაც არ უნდა აგრესიულად იყოს რუსეთის მიმართ განწყობილი, შეძლებს საქართველოს დეოკუპაციას, ან რუსეთი დაახევინებს თავის ტანკებს საქართველოს ტერიტორიიდან, მე ამისი იმედი არ მაქვს. მე ამას ძალიან სკეპტიკურად უყურებ. მნიშვნელობა რა აქვს ჰილარი მოვიდოდა თუ დონალდ ტრამპი. ისე რომ ფუნდამენტურ ჩვენ საგარეო საკითხებში მე ვერანაირ ცვლილებას ასე ვთქვათ ვერ ვხედავ. გასაგებია. დიდი მადლობა ნიკა ლალიაშვილს, რომელიც ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა. თქვენ უყურებთ დღისამბებს 2-ზე, ჩვენ 4-ზე შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი ბიზნეს ანალიტიკა და ელენე კვანჯელაშვილი ტევე პირველი სექტორში.